დღე მშვიდობის BMG TV-ს ეთერს ქალების ნარატივი აგრძელებს. დღევანდელ გადაცემას მე მარია მიზორია გავუწყობ. საინტერესო 1 საათი გელოდება თველით საქმიან ქალებს, რომლებიც რამდენიმე წუთში უნდა შემოგვერდნენ. იქამდე კი ვნახოთ ანონსი და ბრუნდებით პირდაპირ ეთერში. საქმიან კვირას და პარასკევი დღის დასაწყის ქალების ნარატივით ვაგრძელებთ და BMG-ს გამორჩეულ ტელეპროექტში 21 თებერვალს 11 საათსა და 30 წუთზე მასპინძლობთ ანა ქევხიშვილს და ნინო ეგაძეს. ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით ანიგოზმა პირველად 7 ქართულ კომპანიასთან ერთად ინდოეთის ქალაქ მუმბაიში 11-14 თებერვალს საერთაშორისო გამოფენაში მევა ინდია 2025-ში მიიღო მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ ნედლეულის ხარისხიანი გადამუშავებისა და მაღალი სტანდარტების დაცვის შედეგად ანიგოზი წარმატებით ახორციელებს ქართული პრემიუმ ხარისხის პროდუქციის ექსპორტს გალფისა და ევროკავშირის ქვეყნებში. ანიგოზის თანადამფუძნებელი ანა ქევხიშვილი მოგიყვება მეც გამოფენის შესახებ ქალების ნარატივში და სამომავლო გეგმებსაც დაგვიანონსებს. ზუსტად 12 თვე გავიდა დიზაინ ინსტიტუტის გაშვებიდან. დღეს კი დიზაინის საფუძვლების პროგრამამ United Nations Global Compact-ის ჯილდო მიიღო ხარისხიანი განათლებისთვის. ინსტიტუტის 1 წლის მონაგარი კი ასეთია: 3000-მდე ვიზიტორი, 60-ზე მეტი კურსი, 60-ზე მეტი საერთაშორისო და ლოკალური კოლაბორაცია, 60 უფასო ღონისძიება დიზაინერებისთვის, 20-ზე მეტი კემპი ბიზნესისთვის, გასცეს 20 სტიპენდია და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია დიზაინ ინსტიტუტის მიღწევებისა, რომელზეც ვრცლად ქალების ნარატივში მისი დამფუძნებელი ნინო ეგაძე ისაუბრებს. სიახლეებით მეწარმეების შესახებ და მათი საქმიანი ისტორიებით. ყოველ სამუშაო დღეს ზუსტად 11 საათსა და 30 წუთზე BMG-ს პირდაპირ ეთერში ტელეგადაცემა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ. ქალების ნარატივი. 11-14 თებერვალს ინდოეთის ქალაქ მუმბაიში საერთაშორისო გამოფენა მივა ინდია 2025 გაიმართა. ეს ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური B2B გამოფენაა, რომელიც ძირითადად ხილეულისა და ჩირეულის სექტორს აერთიანებს. ღონისძიებაში 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. 50 ქვეყანას შორის იყო საქართველო. მივა ინდია 2025-ზე ჯამში 7 ქართული კომპანია წარსდგა. ნუშისა და კაკლის წარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით კი გამოფენაში მონაწილეობდა კომპანია ანიგოზიც. აქვე გეტყვით, რომ ანიგოზი კაკლის გადამუშავებელი კომპანია, რომელიც ნედლეულის ხარისხიანი გადამუშავებისა და მაღალი სტანდარტების დაცვის შედეგად წარმატებით ახორციელებს ქართული პრემიუმ ხარისხის პროდუქციის ექსპორტს გალფისა და ევროკავშირის ქვეყნებში. უფრო ვრცლად გამოფენის შედეგებსა და კომპანიის ოპერირებაზე საუბარს ანა ქევხიშვილთან, ანიგოზის თანადამფუძნებელთან ვაგრძელებთ. იქამდე კი სტუმრის ვიდეო ბიოგრაფია ვნახოთ, რამდენიმე წამში კი პირდაპირ ეთერში ვართ. ანა ქევხიშვილმა 2016 წელს დაამთავრა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი. მისი სამუშაო გამოცდილება საკმაოდ მრავალფეროვანია. მუშაობდა საბანკო დეველოპერულ სამედიცინო სექტორებში, მარკეტინგის მიმართულებით, ღვინის ექსპორტის მიმართულებითაც და ფერადი ლითონების გადამუშავებისა და ტრეიდინგის მიმართულებითაც. 2020 წელს კი დააფუძნა კომპანია ანიგოზი. როგორც საკვირდით, ანა ქევხიშვილი ანიგოზის თანადამფუძნებელია ჩვენთან ერთად. ანი, მოგესალმები, მადლობა დროისთვის და ჩვენთან სტუმრობისთვის. მოგესალმები მარიამ, თქვენ მადლობა. უპირველესად მინდა ინდოეთში არსებული შედეგები შევაჯამოთ. როგორ ჩაიარა გამოფენა, რა საქმიანი კავშირები დამყარდა და რა შედეგებს ელოდებით უკვე სამოვალო პერსპექტივაში? პირველ რიგში ვიტყვი, რომ პირველი ღონისძიება იყო ქართული კომპანიებისთვის და პირველად მოგვეცა შესაძლებლობა და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ნუშისა და კაკლის წარმოებელთა ასოციაციას, რადგან არ არის მარტივი ესე გამოფენაზე მთელი ამ საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და განსაკუთრებით ისეთ ბაზრებზე, რომელიც საერთოდ აუთვისებელი გვაქვს, თუმცა ძალიან სამიზნე და საინტერესო იყო ჩვენთვის წლების განმავლობაში. უშუალოდ ეს გამოფენა არის ხილეულის სექტორის და ასე ვთქვათ, ჩირეულის სექტორის წარმომადგენელი კომპანიებისთვის არ არის ძალიან მასშტაბური თავისი ზომებით, არის უფრო მეტად ფოკუსირებული სექტორული, რაც კიდევ უფრო მეტად კარგია, იმიტომ რომ სამიზნე აუდიტორიაც შესაბამისად ძალიან სწორი და ფოკუსირებული მოდის.
ინდოეთის ბაზარი ყოველთვის იყო ჩვენთვის ძალიან საინტერესო, თუმცა არ გვაქვს როგორც ქვეყანას ცნობადობა ინდოეთის ბაზარზე და ძირითადად ისინი იცნობენ მათ შორის ამ კაკლის და ნუშის მწარმოებელი ბაზრებიდან ყველაზე ესე დიდ და ცნობილ მწარმოებელ ქვეყნებს. არათუ ინდოეთში, არამედ სხვა ძალიან ბევრ ბაზარზე ცნობადობა როგორც კაკლისა და ნუშის მწარმოებელი ცნობილი ბაზრის ჩვენ არ გვაქვს, რადგან არ გვაქვს ამისი რაღაცნაირად ისტორია ბევრი წლის. ახალი მწარმოებლები ვართ. შესაბამისად ეს იყო პირველი ნაბიჯი, ნამდვილად ყველასთვის სიახლე იყო იმ გამოფენაზე მოსულისთვის, რომ საქართველოს არის ნუშისა და კაკლის მწარმოებელი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს კომპანიას აქვს განხორციელებული, ყავს უკვე ერთი პარტნიორი, მაინც ეს იყო, ასე ვთქვათ, პირველი გარღვევა იმ თვალსაზრისით, რომ ბევრმა მოსულმა სტუმარმა გაიგო ქვეყანა, როგორც ასე ვთქვათ, ცნობადობა გაიზარდა იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება კაკლისა და ნუშის ძებნის დროს ამა თუ იმ კომპანიას გაახსენდეს საქართველოს როგორც ერთ-ერთი მწარმოებელი ბაზარი და ეს რაღაცა სატესტო ნუშის მიმართულებითაც აქვთ კომპანიებს გარკვეული საცდელი ექსპორტები გაკეთებული და ეს ყველა მცირე და პატარა ნაბიჯი დაგვეხმარება რომ ეს ბაზარი ნელ-ნელა უფრო და უფრო ავითვისოთ, ალბათ დროთა განმავლობაში ჩვენი მოსავლის რაოდენობაც გაიზრდება და უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება, უფრო მეტი საექსპორტო პოტენციალი გვექნება, რომ დივერსიფიცირება გავაკეთოთ და გავხსნათ ახალი ბაზრები. კი ბატონო, ანა, როგორი ბაზარია ინდოეთი, მათ შორის ყიდულუნარიანობის თვალსაზრისით, ის რომ დიდი ბაზარია და ალბათ საკმაოდ დიდ რაოდენობებს ითხოვს და ქართულ ადგილობრივ წარმოებელს გაუჭირდება ამ ეტაპზე დააკმაყოფილოს ის მოთხოვნა, ეს გასაგებია, თუმცა რა სპეციფიკით გამოირჩევა და რატომ არის ერთ-ერთი სამიზნე? იდეაში ის რომ 7 კომპანია უკვე წარდგენილი იყო, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია ინდოეთი. ნამდვილად ძალიან საინტერესო ბაზარია კაკლისა და ნუშის მიმართულებით თუ ვისაუბრებთ, ჩვენ რაც ამ სექტორში ვართ და ასე ვთქვათ, მუშაობთ, მას მერე ყოველთვის ვაკეთებთ ყოველწლიურად საერთაშორისო ბაზრების ანალიტიკას, როგორც მწარმოებელი ბაზრების, ასევე შემწყიდველი და ასე ვთქვათ, მომხმარებელი ბაზრების ანალიტიკას ვაკეთებთ და ინდოეთი არის გამორჩეული იმ თვალსაზრისით, რომ ყველაზე მაღალი ხარისხის კონკრეტულად საქართველოს ჩანდლერის ჯიშის ასე ვთქვათ, კაკალს აწარმოებს, რომელიც ძალიან ახლოს არის თავისი ხარისხობრივი მაჩვენებლებით ჩილესთან. ჩილე არის ცნობილი როგორც მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხარისხის კაკლის მწარმოებელი. ჩილეს კაკლის ძირითადი ნაწილი, ყველაზე მაღალი ხარისხი ცალსახად ექსპორტდება ინდოეთის ბაზარზე და ინდოეთი არის მთავარი, ასე ვთქვათ, სამიზნე და მომხმარებელი ბაზარი ჩილესთვის. შესაბამისად, ის რომ ჩვენ ჩილეს ხარისხს ვაწარმოებთ, გვაქვს ჩანდლერი და როდესაც ვცდილობთ რომ ხარისხობრივი მაჩვენებლით მომხმარებელს, რომელსაც არ იცის ჩვენ რას ვაწარმოებთ, მიუთითოთ რომ ჩვენ აი პირობითად კალიფორნიის კაკალზე ბევრად უფრო მაღალი ხარისხი გვაქვს და ჩილეს ხარისხთან ვართ ძალიან ახლოს და უფრო მაღალ ხარისხსაც კი ვაწარმოებთ. ამიტომ რა თქმა უნდა შევისწავლოთ, სად აკეთებენ რეალიზაციას ის ბაზრები, რომლებიც ესეთი მაღალი ნიშური ხარისხის ასე ვთქვათ პროდუქტებს აწარმოებენ. და ნამდვილად ინდოეთი მას მერე არის ჩვენთვის რაღაცნაირად საინტერესო და სამიზნე, რაც გავიგეთ, რომ ესეთი ყველაზე მაღალი ხარისხის ტოპ ხარისხის ჩანდლერის ჯიშის კაკალი, სწორედ რომ ინდოეთში შედის და ამას კიდევ ემატება ის, რომ ჩინეთი, რომელიც არის მოგეხსენებათ საქართველოში დიდი რაოდენობებით ხდება იმპორტი და შედარებით ბიუჯეტური პროდუქტის, ასე ვთქვათ, კაკლის მწარმოებელი არის, ადგილობრივი ჯიშები აქვს, ინდოეთსა და ჩინეთს შორის სავაჭრო კავშირები არ არის, ანუ ასე ვთქვათ, ოფიციალურად აკრძალვა არის ჩინური კაკალი ვერ შევა, ასე ვთქვათ, ინდოეთში ოფიციალური გზებით. შესაბამისად, ესეც გარკვეულწილად ჩინეთთან მიმართებაში ყოველთვის ჩინეთი უწევს კონკურენციას კაკლის მიმართულებით თუ ვისაუბრებთ ფოკუსირებულად და ინდოეთის ბაზარზე ჩინური კაკალი ესე ოფიციალურად არ შედის და ასე ვთქვათ დაბრკოლება აქვს თუ არა ოფიციალური გზებითაც შევა, იცით რა თქმა უნდა რაღაცა დაბრკოლებებთან არის დაკავშირებული. ამიტომ კონკურენტული უპირატესობა გვაქვს ამ თვალსაზრისით, რომ ესეთი მაღალი ხარისხობრივი და მაღალი ფასის ნიშური პროდუქტი შევიტანოთ ჩვენც და გავაცნოთ.
კი ბატონო, მინდა გითხრათ ზოგადად 2024 წლის შედეგებზეც კაკლის წარმოების ინდუსტრიაში ანიგოზის ჭრილშიც მინდა შევაფასოთ და შევაჯამოთ 2024 წელი, რამდენად იყო დატვირთული სიახლეებით, მათ შორის ექსპორტის მიმართულებით, თუ იყო გამოკვეთილი რაიმე სამიზნე ბაზრები, რომელი მიმართულებით განხორციელდა ძირითადად ექსპორტი. მოგახსენებ, მე 2024 წელი იყო ალბათ ყველაზე ისეთი საინტერესო წელი, გამორჩეული წელი იმ თვალსაზრისით, რომ მანამდე ყველა წელი ვცდილობდით ევროკავშირის ბაზარი გაგვეხსნა, როგორც ერთ-ერთი საექსპორტო ბაზარი და დავიწყეთ მუშაობა აქტიურად. ბევრი რაღაცნაირად დამხმარე ფაქტორიც იყო, იმიტომ რომ ძალიან დიდი დეფიციტი შეიქმნა შარშან. ისეთი გამორჩეული წელი იყო საქართველოშიც, ასე ვთქვათ, რაოდენობა მოსავლის გაიზარდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა. გარკვეულწილად ეს მაღალი ხარისხობრივი ნიშის ადგილობრივი მოხმარებას დაკმაყოფილდა, გაჩნდა საექსპორტო, ასე ვთქვათ, რაოდენობებიც. რა თქმა უნდა, კვლავ იმპორტი გაგრძელდა და იმპორტის სრულად ჩანაცვლება ძალიან ადრეა ამაზე საუბარი და მაინც ეს ბიუჯეტურზე და დაბალფასიანზე მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე ნარჩუნდება, თუმცა მაღალი ხარისხის და მაღალი, ასე ვთქვათ, ხარისხობრივი კატეგორიის ნიშა სრულად დაიფარა ადგილობრივ ბაზარზე და დავიწყეთ ესეთი უკვე მნიშვნელოვანი ექსპორტები. აქტიურად გავაკეთეთ ექსპორტი იტალიის ბაზარზე, რაც ჩვენთვის ესეთი წლებია ვიცნობდით ამ კომპანიას და ბოლო-ბოლო მოვახერხეთ და ძალიან გვიხარია, რა თქმა უნდა, სხვა ბაზრებიც, ჩვენი მეზობელი ქვეყნები, სომხეთი და აზერბაიჯანი, გალფის ქვეყნები ყოველთვის რჩებოდა ჩვენთვის სამიზნედ და რაღაცნაირად ვახერხებდით მათთან თანამშრომლობას. უბრალოდ ესე ევროკავშირში არ იყო აქტიური ექსპორტები და ეხლა გვიხარია, რომ ცნობადობა ნაბიჯ-ნაბიჯ სულ უფრო და უფრო იმატებს. და იტალია იყო ერთ-ერთი პირველი თქვენთვის ეს თქო საინტერესო ბაზარი, საიდანაც განხორციელდა ექსპორტი. წელს რა მოცულობა გადაამუშავა ანიგოზმა დაახლოებით, რა იყო საწარმო სიმძლავრეები და საექსპორტო კუთხით როგორ გადანაწილდა წილი, რომელ ბაზრებზე იყო უფრო მეტი მოთხოვნა და შესყიდვა. პირველადი გადამუშავების მიმართულებით, ნედლი კაკლის პირველადი გადამუშავების მიმართულებით ჩვენი წარმადობა სრულად დაუფარეთ, ეს იყო დაახლოებით 400 ტონა, 380-400 ტონა. თუმცა შემდეგ რა თქმა უნდა ჩვენ გავაგრძელეთ, როგორც აქამდე ვაკეთებდით, უკვე სხვა საწარმოებიდან გადამუშავებული და გამშრალი კაკლის ქარხნულად გადამუშავებული კაკლის შესყიდვა. და ის რაოდენობა, რომელიც ჩვენი პირველადი გადამუშავების შედეგად გვქონდა მიღებული, გავაორმაგეთ და ვფიქრობ, რომ გავასამაგებთ კიდევაც უკვე წლის ბოლოსთვის, რადგან ყოველდღიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ტეხვის საამქრო, ასე ვთქვათ, ჩვენთან არ ჩერდება, მთელი წელი მუშაობს, სეზონურობა არ ახასიათებს, მხოლოდ სეზონურად მუშაობს პირველადი გადამუშავება, რაც რეცხვასა და შრობას და ასე ვთქვათ, კალიბრაციას უკავშირდება, თუმცა კალიბრაციაც შეგვიძლია ნებისმიერი წლის, ასე ვთქვათ, სხვა მონაკვეთშიც გავაკეთოთ. და ვემზადებით კიდევ უფრო მეტად გაზრდილი მოსავლისთვის იმედი გვაქვს, რომ კლიმატური პირობებიც ხელს შეგვიწყობს და 25 წელი კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, ისეთი იქნება მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ საექსპორტო უფრო მეტი რაოდენობები კიდევ დაგვრჩება. ეხლა მოთხოვნა ძალიან დიდია, რაოდენობები თითქმის აღარ არის ქართული, თითქმის სრულად გაიყიდა, ბოლო აი რაც, ასე ვთქვათ, დაჯავშნილი რაოდენობების ეხლა დაატვირთვები ხორციელდება და როგორც ადგილობრივი რეალიზაცია, ისე საექსპორტო რეალიზაცია ადგილობრივი ბაზრისთვის ჩვენ ყოველთვის ჩვენი დისტრიბუციას უნდა ჰქონდეს ქართული კაკალი და ამიტომ ყოველთვის რაღაცა რაოდენობა გადადებული გვაქვს, რომ ახალ მოსავლამდე ჩვენ გქონდეს, რადგან ჩვენ ვაკეთებთ დისტრიბუციას, ვამარაგებთ ჰორეკა სექტორს, რესტორნებს, კაფეებს, საკონდიტროებს, სხვადასხვა წარმოებებს, ქსელებს და გვინდა რომ ასე ვთქვათ, ყოველთვის არასდროს არ იყოს ის პერიოდი, როდესაც ჩვენ ქართული არ გვექნება და ის ქსელი, ან ის ობიექტი იძულებული იქნება იმპორტულით, ასე ვთქვათ, გააგრძელოს მუშაობა. ამიტომ ყოველთვის არის რაოდენობა, რომელსაც ვიტოვებთ ჩვენი ადგილობრივი რეალიზაციისთვის, თუმცა საექსპორტო პოტენციალი, რა თქმა უნდა, ეხლა ახალ მოსავლამდე ქვეითდება, რადგან რაოდენობები ძალიან შეზღუდულია. იტალიის ბაზარზე მინდა კიდევ უფრო ჩაგიკითხოთ. აქ დაახლოებით რა მოცულობა გავიდა პირველ ეტაპზე და სამომავლოდაც თუ იგეგმება ამ თანამშრომლობის გაგრძელება, როგორია მათგან უკავშირი და რამდენად ხედავთ ინიციატივას, რომ ეს ბაზარი იყოს მუდმივი თქვენი საექსპორტო პორტფელის. უკავშირი ძალიან დადებითია, დაახლოებით 200 ტონის ექსპორტი განვახორციელეთ ჩვენ. აქ იყო როგორც ნაჭუჭგაცრული, ასევე ნაჭუჭიანი კაკალი. უკავშირი არის ძალიან კარგი, როგორც ნაჭუჭგაცრილი შემთხვევაში ისინი ძალიან კმაყოფილები არიან იმ რაღაცა საერთაშორისო სპეციფიკაციის და სტანდარტს ძალიან, ასე ვთქვათ, ჩამჯდარი და დამაკმაყოფილებელი წარმოება გავაკეთეთ და გქონდათ მაგის შეში, არ იყვნენ დარწმუნებულები, რომ ამას შევძლებდით, მაგრამ ძალიან დადებითია, ასე ვთქვათ, ის ფიდბექი, რომელიც მივიღეთ, მზად არიან გააგრძელონ მუშაობა, თუმცა ჩვენ არ გვაქვს საკმარისი რაოდენობები,
მოთხოვნა ახლა ნამდვილად ძალიან დიდია, ორჯერ და სამჯერ მეტი მოსავალიც რომ მქონდეს იმის დაბინავებაც არ იქნებოდა არანაირი პრობლემა, განსაკუთრებით წელს, როდესაც ახლა ჯერ ჩილე არ შემოსულა ბაზარზე და ახლა ნამდვილად დეფიციტია. ესეთი წლები ხშირად არ ხდება, როდესაც დეფიციტი იქნება, მანამდე წლები გვახსოვს, რომ პირიქით ზედმეტობა იყო, ასე ვთქვათ, წარმოების სოფლიოში, ასე რომ კარგი იქნებოდა ახლა გქონა და უფრო მეტი მარაგები, მაგრამ ნელ-ნელა გავზრდით ჩვენს რაოდენობებს და აუცილებელია რომ ახალი ბაღებიც გაშენდეს, რადგან აი მარაგების შევსებას და უწყვეტობას ალბათ სჭირდება მეტი ფერმერი ამ საქმეში ჩართულობით და მეტი ბაღები, ხო? იცით რა არის, მარიამ, იზრდება იმ მოსავლის რაოდენობა, რაც იმ ბაღებში, რომლებიც უკვე გაშენებულია, თითქმის აღარ ხორციელდება რაღაც მნიშვნელოვანი შეცდომების დაშვება, იმიტომ რომ გამოცდილება ძალიან გაიზარდა და მოსავლის რაოდენობა უახლოესი 5 წლის განმავლობაში სულ გააგრძელებს ზრდას. თუმცა ტემპი ახალი ბაღების გაშენების შემცირდა ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც პირიქით ყველაზე ძლიერები ვართ გამოცდილებით. წარმატების ისტორიები ძალიან ბევრი გვაქვს. სექტორი უკვე ფეხზე დადგა. ყავს უკვე ცნობადობა გვეზრდება საერთაშორისო ბაზარზე. კაკალს აქვს ალტერნატივა როგორც ადგილობრივი რეალიზაციის, ისევე საექსპორტო რეალიზაციის და ძალიან მოთხოვნადია. ანუ კომერციულად ბიზნეს პროექტი პირველადი კაკლის მოყვანა ძალიან საინტერესო არის თავისი მონაცემებით და გვაქვს უკვე რეალური მაგალითები და ეს არ არის რაღაცა ზღაპარი, რომელსაც უბრალოდ უნდა ვენდოთ ჰაერზე, არამედ უკვე ფაქტებით შეგვიძლია საუბარი. და არ არის ისეთი ტემპი ბაღების გაშენების, როგორიც უნდა იყოს ზუსტად ეხლა, როდესაც ბევრად უფრო ძლიერები ვართ იმ ცოდნის და გამოცდილების თვალსაზრისით და ვისურვებდი და რა ვიცი, ვურჩევდი ალბათ ყველა ადამიანს, რომელიც ფიქრობს სოფლის მეურნეობაში რაღაც გარკვეული ინვესტიციები გააკეთოს და დააბანდოს თანხები, ერთ-ერთი ალბათ ყველაზე მიმზიდველი მიმართულება მგონია დღესდღეობით კაკალის საინვესტიციოდ და ის ასე ვთქვათ აგრონომების უკავშირი ჩვენს კლიმატურ პირობებთან მიმართებაში, იმ ყველა პირობასთან მიმართებაში დაწყებული ნიადაგის ხარისხით, დამთავრებული წყლის ხარისხით, რომელიც საქართველოში გვაქვს, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ვიყოთ აი მაქსიმალურად ისეთი ნიშური, ძალიან მაღალი ხარისხის, რაოდენობრივათაც ჰექტარზე მოვიყვანოთ, იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლება ძალიან ბევრ სხვა ბაზარზე შეუძლიათ მოიყვანონ და უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები, რაც გვაქვს ჩვენი ქვეყნის პირობებიდან გამომდინარე. კი ბატონო, ანა, თქვენ ახსენეთ ისიც, რომ ინდოეთის მაგალითად საჩვენო, რომ ჯერჯერობით არ გვაქვს ისეთი ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე. ეს რა თქმა უნდა იმითაც არის ალბათ განპირობებული, რომ ახალი კულტურაა ეს ჩვენთვის და სულ ახალ პირველ ნაბიჯებს დგამენ მწარმოებლები. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მეტი ცნობადობა გქონდეს, აი რა მიმართულებით არის საჭირო განვითარება? კაკლისა და ნუშის მიმართულებით ცხადი არ გვაქვს ცნობადობა, მაგრამ ძალიან კარგად გვიცნობენ როგორც თხილის მწარმოებლებს ევროპაში განსაკუთრებით და მე სულ ვცდილობ კომუნიკაციის დროს გამოვიყენო ის თხილის ფაქტორი, ასე ვთქვათ, დასახმარებლად, იმიტომ რომ გვიცნობენ როგორც ხარისხიანი თხილის მწარმოებელი ბაზარი და ძალიან ხშირ შემთხვევაში ხდება, რომ ის ასე ვთქვათ food trader-ი, რომლებიც მუშაობენ თხილზე, ისინი ასე ვთქვათ კაკალსა და ნუშზეც მუშაობენ და რა თქმა უნდა ეს გარკვეულწილად გვეხმარება. იმისთვის რომ ცნობადობა გაიზარდოს, აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს რაღაცა საკმარისი წარმოების რაოდენობა და ეს უნდა იყოს სტაბილურ მომწოდებლად, უნდა აღიქმებოდეს. თითქმის თხილის ჭრილში მთელწლიანი ციკლი იკვრება, როდესაც ასე ვთქვათ, გადამამუშავებელი საწარმოები და მწარმოებლები ექსპორტს ახორციელებენ ახალი მოსავლის დადგომამდე, სრული წლის ციკლს ახორციელებენ და წყვეტა არ აქვთ. ეხლა მაგალითად ჩვენ აი ჩათვალეთ იანვრიდან კაკლის მწარმოებლები სრულად ასე ვთქვათ, სტოკის გარეშე ვართ დარჩენილი, რა თქმა უნდა, აუცილებელია რაოდენობა გაიზარდოს. ჯერჯერობით ჩვენ, ასე ვთქვათ, ძალიან მცირე საექსპორტო პოტენციალი გვაქვს იმისთვის, რომ სადღაც ასე ვთქვათ, მოვინიშნოთ, ხო, როგორც მწარმოებელი ბაზარი და ადგილობრივი მოხმარებაც, რა თქმა უნდა, ადგილობრივი ბაზარი ბევრს მოიხმარს და დიდი რაოდენობა წარმოებულის რჩება ადგილობრივ ბაზარზე, რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგია. როგორ ნაწილდება ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის? ჩვენ შემთხვევაში წლევანდელი წელი ბევრად უფრო დიდი წილით ექსპორტი გავაკეთეთ, ვიდრე ადგილობრივ ბაზარზე გავაკეთეთ რეალიზაცია, რადგან საერთაშორისო ბაზარზე ფასით ძალიან დაუახლოვდა. თუ ეხლა ამ მონაცემებით ვიმშელებთ ახალი მოსავლის რაოდენობა, რომელიც რა თქმა უნდა წლის ბოლოსთვის უკვე ექსპორტის რაოდენობა შეგვიმცირდება და უფრო ადგილობრივი ბაზრის რაოდენობა იქნება და ადგილობრივი ბაზრის წილი გაიზრდება, აი დაახლოებით ეხლა გვაქვს ალბათ
60% გაყიდული ადგილობრივ ბაზარზე და დაახლოებით 40-45% გავაკეთეთ ექსპორტი, რაც დღის მდგომარეობით, ანუ აი ეს ოქტომბრიდან მოყოლებულ ციკლს ვგულისხმობ. თუმცა აქამდე გქონდა ძალიან აქტიური ექსპორტები, იმიტომ რომ გქონდა მოთხოვნა და რაოდენობები და სტოკები გქონდა, ეხლა უკვე რა თქმა უნდა ექსპორტები შემცირდება და გვაქვს დარჩენილი მარაგი, რომელიც ვიცით რომ ადგილობრივ ბაზარზე მომდევნო მოსავლამდე უნდა გქონდეს რომ დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი მოხმარება. კი ბატონო, ფასები ახსენე და კითხავს საერთაშორისო ბაზარზე წელს როგორი მდგომარეობა და ტენდენცია იყო ფასების ჭრილში და მათ შორის ადგილობრივ. როგორც ვახსენე, მოხდა 2024 წელს მოხდა დეფიციტი, ძალიან შემცირდა დიდი მწარმოებელი ბაზრების ასე ვთქვათ რაოდენობა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ჩილეს რაოდენობები შემცირდა. ნუ ეხლა ვართ იმ ფაზაში, რომ უკვე ჩინეთის სტოკებიც ძალიან ასე ვთქვათ მინიმუმს უახლოვდება და ეხლა ერთადერთი ბაზარი, რომელიც შემოვა არის ჩილე. ანუ შარშანდალმა წელმა გვაჩვენა, რომ ამ დეფიციტმა შექმნა, რა თქმა უნდა, მოთხოვნა იყო მაღალი და ვერ დაკმაყოფილდა საკმარისად და ფასებზე იმოქმედა დადებითად იმ თვალსაზრისით, რომ აიწია საკმაოდ ფასებმა. პროცენტულ ჭრილში მიჭრს ვისაუბრო, რადგან სხვადასხვა მწარმოებელი ბაზრების და ჯიშების მიხედვით აბსოლუტურად სხვადასხვა, ასე ვთქვათ, პროცენტულობა იყო ზრდის. ვნახოთ რა იქნება 2025 წელი. მოლოდინი გვაქვს, რომ უნდა შენარჩუნდეს თუ არ გაიზრდება ის ტენდენცია, რომელიც 2024-ში დაფიქსირდა, ის ვფიქრობ, რომ უნდა შენარჩუნდეს, თუმცა ძალიან ადრეა საუბარი, რადგან უნდა დაველოდოთ ჩილემა იყოს უნდა მოსავალი, უნდა ვნახოთ რა რაოდენობები აიღო და ჩვენ აი ამ რამდენიმე დიდ ბაზარზე ვართ დამოკიდებული, რა თქმა უნდა ჩვენ ახლოსაც არ ვართ იმასთან, რომ ვინმეს ფასი უკარ ვნახოთ, ამიტომ მაქსიმალურად ანალიტიკას ვაკეთებთ ყველა იმ დიდი მწარმოებელი ბაზრის, მათი ასე ვთქვათ მიწოდების რაოდენობას ვაკონტროლებთ. მათი მოსავლის ხარისხსაც უყურებთ და იმის მიხედვით ხვდებით უკვე რა ტენდენციები იქნება და საით წავა. ჩვენ ჯერ დრო გვაქვს ოქტომბრამდე ბევრი. კი ბატონო, ანა, ჩვენ საუბრობთ მათ შორის თხილთან დაკავშირებით ცნობადობის ზრდაზე და ის რომ სოფლიო უკვე იცნობს საქართველოს როგორც თხილის მწარმოებლად. თუმცა აქ მნიშვნელოვანია საქმეშნოთ, რომ აი კაკალმა მოახერხა, რომ საქართველოს წარმოაჩინა როგორც ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი პროდუქტის მწარმოებელი, თუმცა თხილში აი ცოტა გარღვევები გვაქვს ამ მიმართულებით ხარისხის დაჭერა სხვადასხვა მიმართულებით ჯერ კიდევ გვიჭირს. თქვენ შეფასებით როგორ შეძლო ქართულმა კაკალმა რომ დაიმკვიდრა თავი როგორც ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი პროდუქტის მწარმოებელი. აქ ფერმერებმა რა გაითვალისწინეს? იცი რა ვერ ვიტყვი რომ კაკალმა ჯერჯერობით მოახერხა თავი დაემკვიდრებინა, ჯერ თუმცა ხარისხის დაჭერას როგორც კაკლის მწარმოებელ ბაზარს არც გვიცნობენ. და ნუ მაგისკენ მივდივართ და მაგისთვის ასე ვთქვათ ვწვალობთ და ვშრომობთ რომ ის შედეგი დავდოთ რომ ხარისხიან კაკალზე საქართველოს გაახსენდეს. იცით რა არის ჩვენ გვქონდა კარგი ასე ვთქვათ პრაქტიკა გავიარეთ ადგილობრივ ბაზარზე. როდესაც არ გვქონდა საერთოდ საექსპორტო არც ხარისხი გვქონდა და არც რაოდენობები გვქონდა საექსპორტო, მაშინ ასე ვთქვათ ადგილობრივ ბაზარზე ის შეცდომები რაღაცნაირად არასწორი გადამუშავების ჭრილში ის რომ რაღაცნაირად ვერ მოყვავდა ბაღში უშვებდით გარკვეულ შეცდომებს ან მექანიზაციის პრობლემა ჰქონდა ფერმერს. გარკვეულწილად ეს გამოცდილება მივიღეთ ადგილობრივ ბაზარზე და ყოველთვის ჰქონდა ქართულ ფერმერს, კაკლის ფერმერს ჰქონდა ალტერნატივა ადგილობრივი ბაზარი. დროსთან ერთად მოვიდა ეს გამოცდილება. ვერ გეტყვით რომ ხარისხობრივად გარღვევები არ არის, თუმცა ის სტანდარტზე მორგება ნამდვილად ვისწავლეთ. ჩვენი საწარმო 2021 წელს გაიხსნა, ჩვენთვის ეს იყო მეოთხე მოსავალი და რა თქმა უნდა, როდესაც ვიწყებდით, ელემენტარულად ვერავის ვერ ავიყვანტით სამსახურში, ქარხანაში, ანუ ვისაც გამოცდილება ჰქონდა კაკლის გადამუშავებისა და ასე ვთქვათ, საკვები ტექნოლოგია უშუალოდ კაკალთან მიმართებაში რომ ცოდნოდა და ესა ყველანი ერთად ვსწავლობდით ყველაფერს და რა თქმა უნდა, ეს ცოდნა და გამოცდილება ეხლა გაცილებით მეტია. ვართ ისეთი უპირატესობას გრძნობთ ამ თვალსაზრისით და იყო გარკვეული შეცდომები, რომლებზეც საკუთარი შეცდომა ყველაზე ასე ვთქვათ, კარგი გაკვეთილია, კი და ეხლა უკვე გვაქვს ჩვენთვის ეხლა მთავარია რომ ჩვენამდე მოვიდეს სწორად, ასე ვთქვათ, სწორად მოყვანილი, სწორად მოვლილი, დროულად მოსავალი აღებული, მექანიზაცია გამოყენებული და დაგვიანება რომ არ მოხდეს და რაღაცა აქედან გამომდინარე არ მოხდეს რაღაცა ასე ვთქვათ პრობლემები
პრობლემები, კლიმატური პირობები მას შეგვიწყოს ხელი. თუ ჩვენამდე ყველაფერი სწორად, ასე ვთქვათ, მოხდა, მერე ყველაზე დიდი საქმე ჩვენამდე არის, რა თქმა უნდა, გასაკეთებელი. ჩვენ შეცდომებს აღარ ვუშვებთ გადამუშავებასთან მიმართებაში და იმ სტანდარტს, რა თქმა უნდა, ვაკმაყოფილებთ. კი ბატონო. ანა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, თქვენი დროისთვის და საინტერესო ინტერვიუსთვის, წარმატებები თქვენ და ყველა წარმოებელს მათ შორის, ვინც მეორე მხარეა პრინციპში და მოკლედ მოვიკითხოთ ხოლმე სიახლეებს და იმ ოქტომბრის თემდა ეს აქტიურ პერიოდს მე უკვე. მადლობა კიდევ ერთხელ ანა ქევხიშვილი ანიგოზის თანადამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად. ახლა სიუჟეტზე უნდა გადავინაცვლოთ, სოფლიოში Unicorn კომპანიების ჯამური ოდენობა 1004-ს აღემატება, რომელთა საერთო კომერციული შეფასება 3 ტრილიონ 800 მილიარდ დოლარად აღწევს. Unicorn კომპანია იგივე Unicorn სტარტაპი, ის კომპანია, რომლის ღირებულებაც 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ანალიტიკურმა კომპანია CB Insight-მა განახლებულ კვლევაში სტარტაპების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელმაც წელს 1 მილიარდიან შეფასებას, ანუ Unicorn-ის ტიტულს მიაღწევს. ნახოთ სიუჟეტი, მე კი რამდენიმე წუთში რეკლამის შემდგომ ბრუნდები. ორწლიანი დაღმავალი დინამიკის შემდეგ ევროპის სტარტაპ ეკოსისტემამ 2024 წელს აღდგენის ტემპი აკრიფა. გასული წლის შუა პერიოდში კონტინენტმა 8 ახალი იუნიკორნი მიითვალა და ამ მაჩვენებლით 2023 წელს დაფიქსირებული შედეგი გაუმჯობესდა. საერთოდ ჯამში გლობალურად რეგისტრირებული იუნიკორნების ჯამური ოდენობიდან 14% სწორედ ევროპას მიეკუთვნება. კონტინენტზე ცალსახა ლიდერი დიდი ბრიტანეთია, 30 იუნიკორნის ოდენობით, რომელსაც საფრანგეთი და გერმანია მოსდევს. სექტორულ დონეზე რომ ვიმსჯელოთ, ცალსახა ევროპის იუნიკორნების ძირითადი ნაწილი ფინტექისა და პროგრამული უზრუნველყოფის სპექტრს აერთიანებს, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იუნიკორნების ახალი კოჰორტა ინდუსტრიული მრავალფეროვნებით გამოირჩევა, გენერაციული AI-დან დაწყებული, მდგრადი ენერგიით დასრულებული. მათგან ერთ-ერთი 2017 წელს ნიდერლანდებში დაფუძნებული Data Sniper-ია, ხელოვნური ინტელექტზე მომუშავე პლატფორმა, რომელიც აუდიტის პროფესიის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნებს ემსახურება. პლატფორმა ათავსებს ავტომატიზაციას პირდაპირ Excel-ში, რაც ხელით სამუშაოს სრულად გამორიცხავს. ეს კი საშუალებას აძლევს აუდიტორებს ამოიღონ რიცხვები ნებისმიერი ფაილიდან, როგორიცაა ინვოისი, ბანკის ამონაწერი თუ სხვა სახის დოკუმენტი. ამასთან, Data Sniper-ი ეხმარება აუდიტორებს უფრო სწრაფად და ჭკვიანურად იმუშაონ ხელოვნური ინტელექტით. გასულ წელს კომპანია 1 მილიარდ დოლარად შეფასდა, ამავე დროს B-სერიის დაფინანსების რაუნდში 100 მილიონი დოლარი მიიღო, რაც მის ახალ ვერტიკალებში გაფართოებას უზრუნველყოფს. იუნიკორნების რიგს გასულ წელს ფრანგული კომპანია Pennyline შეუერთდა. 2020 წელს სტარტაპებისთვის შექმნილი პლატფორმა ბუღალტრების ხელოვნურ ინტელექტთან მაქსიმალურ ინტეგრაციას და ამ მხრივ მათი პროდუქტიულობის ზრდას მოიაზრებს. იუნიკორნი ირწმუნება, რომ ბუღალტრულ კომპანიებს შეუძლიათ დაზოგონ დროის საშუალოდ 15% თითოეულ შემთხვევაზე ავტომატური პროცესების გამოყენებით, მონაცემთა ანალიზიდან საგადასახადო δεკლარაციამდე. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს C-სერიის დაფინანსების რაუნდში ფრანგულმა ფინტექმა 40 მილიონი ევრო მიიღო. მიღებულ კონტრიბუციას, როგორც ცნობილია, Pennyline პლატფორმაზე ახალი ფუნქციების დამატებისკენ მიმართავს. 2024 წელს სტარტაპიდან იუნიკორნი გახდა Quantum-იც. 2021 წელს დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი, რომელიც აუდიო AI პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს მისიით, რომ კონტენტი საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახადოს ნებისმიერ ენაზე და ნებისმიერ ხმაზე. მას შეუძლია ტექსტი გადააქციოს მეტყველებად, სინთეზური ხმების, კლონირებული ხმების ან სრულიად ახალი ხელოვნური ხმების გამოყენებით, რომლებიც მიბაწავს სხვადასხვა სქესის, ასაკისა და ეროვნების ადამიანების ხმას. 2024 წლის იანვარში სტარტაპმა 80 მილიონი დოლარი მიიღო B-სერიის დაფინანსებით, რის გამოყენებასაც, როგორც ცნობილია, კვლევების გაუმჯობესების ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და ახალი პროდუქტების შემუშავებისთვის აპირებს. მილიარდ დოლარიან შეფასებას და შესაბამისად იუნიკორნობას გასულ წელს ნიდერლანდებში დაფუძნებულმა კომპანია Muse-მაც მიაღწია. ეს არის cloud პლატფორმა, რომელიც სტუმარ მასპინძლობის ინდუსტრიაში პროცესების ავტომატიზაციის გზით ყველა ოპერაციის გამარტივებას მოიაზრებს, მომსახურებიდან დაწყებული შემოსავლის მენეჯმენტით დასრულებული. მაგალითად, მისი AI ხელსაწყოების გამოყენებით არაერთმა სასტუმრომ ჯავშნებისთვის გაწერილი დრო მესამედით შეამცირა. სულ რამდენიმე თვის წინ იუნიკორნმა 100 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო Visa Credit Partners-ისგან, რომელსაც პროგრამების გაუმჯობესებაზე დახარჯავს.
ახალწეული იუნიკორნების სიაში აუცილებლად უნდა ვახსენოთ პიგმენტიც. ფრანგული პლატფორმა ბაზარზე 2019 წლიდან გამოჩნდა და მისი ძირითადი ორიენტირი კომპანიებისთვის ცენტრალიზებული ბიზნეს დაგეგმვის გარეშე პრობლემების მარტივად გადაჭრა. გონივრული სტრატეგიული გეგმების შექმნა ადაპტირებისთვის ის ორგანიზაციებისთვის საჭირო ინსტრუმენტების მიწოდებას უზრუნველყოფს. გასული წლის გაზაფხულზე იუნიკორნმა $145 მილიონი მიიღო D სერიის დაფინანსების რაუნდში. კაპიტალი კომპანიის წარმომადგენლების თქმით, სრულად და ბოლომდე ინოვაციების განვითარებას მოხმარდება. დიზაინის ინსტიტუტმა გაეროს გლობალური შეთანხმების პროექტის ფარგლებში ხარისხიანი განათლების კატეგორიაში დიზაინის საფუძვლების პროგრამისთვის ჯილდო მიიღო. United Nation Global Compact-ის აღიარება კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ დიზაინ ინსტიტუტი საქართველოს ბაზარზე წარმატებით ოპერირებს. რიცხვებში გამოხატული შედეგები კიდევ უფრო მასშტაბურია. 3000-მდე ვიზიტორი, 60-ზე მეტი კურსი, 60-ზე მეტი საერთაშორისო და ლოკალური კოლაბორაცია, 60 უფასო ღონისძიება დიზაინერებისთვის, 20-ზე მეტი კემპი ბიზნესებისთვის 20 სტიპენდია. ასეთია დიზაინ ინსტიტუტის ერთი წლის შედეგები. კომპანიის აღიარებაზე და მიღწევებზე საუბარს სულ ცოტა ხანში ნინო ეგაძესთან, დიზაინ ინსტიტუტის დამფუძნებელთან ვაგრძელებთ, მანამდე კი ვიდეო ბიოგრაფია ვნახოთ სტუმარზე, რამდენიმე წამში კი უკვე პირდაპირ ეთერში ვართ. ნინო ეგაძემ 2006 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი გრაფიკული დიზაინისა და ვიზუალური კომუნიკაციის მიმართულებით თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 2019 წელს კი დაამთავრა სტენფორდის უნივერსიტეტის ბიზნესის სამაგისტრო სკოლა, ხოლო 2020-22 წლებში სწავლობდა ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში. როგორც დაგპირდით, სტუმართან ერთად ბრუნდებით, ნინო ეგაძე დიზაინ ინსტიტუტის დამფუძნებელია. ჩვენთან ერთად მოგესალმებით. მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. დიდი მადლობა თქვენ. უპირველესად გამოვეხმაუროთ ამ აღიარებას United Nation Global Compact-ის გამარჯვებას. რას ნიშნავს დიზაინ ინსტიტუტისთვის ერთი წლის კომპანიისთვის ეს აღიარება? რა მნიშვნელობის არის თქვენთვის? პირველ რიგში დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ვიტყვი, რომ სწორედ თქვენ გადაცემაში გავაკეთეთ პირველი ანონსი იმის შესახებ, თუ რა იქნებოდა დიზაინის ინსტიტუტის კონცეფცია. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ასეთი ტიპის ნდობა მე ძალიან დიდ სიმამაცეს გაძლევს წინიარო. რაც შეეხება ჯილდოს, არანაირი გასვლა გამარჯვებაზე რა თქმა უნდა არ ქონდა, ეს არის გაეროს რაღაცა სოფლიო შეთანხმება, რომლის გარშემოც უამრავი კომპანია ერთიანდება და ერთადერთი ჩვენი სურვილი იყო, რომ თავიდანვე გავყოლოდით მდგრადობის და სხვადასხვა ტიპის ინიციატივების, სასარგებლო ინიციატივების მიმართულებას. საკმაოდ რთული იყო ჩვენი ზომის კომპანიისთვის ამ ხელა ინფორმაციის მოგროვება და თუნდაც აპლიკაციის შევსება და მოკლესიაში მოხვედრა ჩვენთვის ძალიან დიდი ზეიმი იყო და აღმოჩნდა რომ მოვიკეთ ეს ჯილდო. ჯილდო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ძირითად პროგრამას ეხება დიზაინის საფუძვლებს და ხარისხიანი განათლების ჯილდო გაეროსგან ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება პირველ წელს დაგვემსახურებინა. ეს პროგრამა მართლაც განსაკუთრებულია, იქიდან გამომდინარე, რომ აერთიანებს დაახლოებით 250 საათს სასწავლებელს. ეს არის მოსამზადებელი პროგრამა, რომელიც რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც საბაზისო ან რაღაცა დამწყები ცოდნა ჭირდება და ჩვენ ვცდილობთ ყველაზე მაგარი, ყველაზე პროფესიონალი ადამიანებისგან შეკრული გუნდით ვასწავლოთ ადამიანებს თუ ერთის მხრივ როგორ აირჩიონ სწორად ის პროფესია დიზაინში, რომელიც უზარმაზარ სპექტრს მოიცავს, მეორე მხრივ თავის საკუთარი ხელით შეეხონ და ძალიან ბევრი უნარი წაიღონ, ეს შეიძლება იყოს კომპიუტერული პროგრამები, კრაფტი, არქიტექტურის მოდელირება და ბევრი ისეთი რამ, რაც საბაზისოდ ყველა ადამიანს სჭირდება. ანუ არ აქვს მნიშვნელობა ეს სტუდენტები შემდგომში, მაგალითად უბრალოდ მენეჯერები იქნებიან საგარეო პოლიტიკაში იქნებიან თუ მაგალითად კრეატიულ ზონაში წავლენ, მათთვის ეს უნარები ვიზუალიზაციის იქნება ძალიან სასარგებლო. ანუ ძირითადი მიზანი ამ პროგრამის სწორედაც არის, რომ ნებისმიერ ადამიანს დააჯეროს, რომ შემოქმედებითი უნარი და დიზაინი გამოადგება ნებისმიერ სფეროში და ყველას შეუძლია დაისწავლოს. ვერავის ვერ დავპირდებით, რა თქმა უნდა, გამოვა თუ არა მხატვარი ან გახდება თუ არა ყველაზე მაგარი დიზაინერი, თუმცა ყველაზე კარგი არის, რომ იმ სამყაროში, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ, ეს არის ციფრული სამყარო, ეს არის ხელოვნური ინტელექტის სამყარო, შემოქმედებითი უნარები და ინოვაცია არის მთავარი, რაც შეიძლება რომ ადამიანს განუვითარო და დააჯერო შეუძლია. რადგან ამ კურსებს საუბრობთ, მინდა ამოვწუროთ ბოლომდე და შედეგებიც გკითხოთ. დარწმუნებული ვარ, ერთი წლის თავზე უკვე კონკრეტულად ჯერ ამ კურსის მიმართულებით საკმაოდ დიდი შედეგები გაქვთ, მათ შორის დასაქმების ჭრილშიც. აი, აქ რა პოტენციალი დაინახეთ და რა წარმატებულ მაგალითებზე შეგვიძლია საუბარი? ჩვენ არ ვპირდებით არავის დასაქმებას, იქიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ყველა ადამიანი თვითონ აშენებს თავის საკუთარ გზას. ყველა ხელსაწყოს ვაძლევთ იმისთვის, რომ იმუშაოს ამ მიმართულებით, თუმცა მესამე ნაკადი ავიყვანეთ ახლა დიზაინის საფუძვლები. ეს არის ძალიან დიდი შედეგი იმისთვის, რასაც პირველ წელს ველოდით, რა თქმა უნდა და განსაკუთრებით ხაზგასმის
გასმელია სტიპენდიები, რომლებიც ჩვენი მეგობრების, ინსტიტუტის მეგობრების და მაგ ჯორჯიას მეშვეობით, ასე ვთქვათ, შემოწირულობის სახით მივიღეთ და პრაქტიკულად 20 სტიპენდიის გაცემა შევძელით ამ პერიოდში. ანუ ეს პროგრამა გარდა იმისა, რომ ხელმისაწვდომია ყველასთვის და ვცდილობთ, რომ შეიძლება მეტი შესაძლებლობა მივცეთ პრაქტიკული თუ სამსახურეობრივი თვალსაზრისით, ასევე დასაქმების ნაწილში საკმაოდ დიდი შესაძლებლობა მოგვცა, იმიტომ რომ დიდი კომპანიები დაინტერესებული და არა მარტო დიდი, მცირე კომპანიების დაინტერესებულები არიან აი ამ მზარდი ტალანტებით, რომლებიც პრინციპში მომზადებული არიან იმისთვის, რომ ნებისმიერ მარკეტინგულ თუ დიზაინ თუ რა ვიცი, პროდუქტის გუნდში გააგრძელონ საქმიანობა. დასაქმების ასე ვთქვათ, ნიშნული გვაქვს საკმაოდ მაღალი. პირველი ჯგუფი, რომელმაც დაამთავრა, იმიტომ რომ მეორე და მესამე ახლა სწავლობენ, უკვე ნაწილობრივ დასაქმდა, ნაწილმა მიიღო საკმაოდ კარგი შეფასება საერთაშორისო უნივერსიტეტებისგან და ინსტიტუტებისგან და ასევე ძალიან საამაყოა, რომ ერთ-ერთმა ჩვენმა ნაკადის წევრებმა ერთად შექმნეს სტარტაპი. გოგოებმა მათ ასაკია თვალსწრები 20-21 წელი. ეს გონი ყველაზე საამაყო შედეგია, ძალიან. აი მალე გამოვაქვეყნებთ ამ ამბავს. ერთი წლის თავზე დიზაინ ინსტიტუტს. მინდა პატარა, ასე ვთქვათ, განახლება გავაკეთოთ იმ კურსების შესახებ, რაც ზოგადად ერთიანდება უკვე ერთი წლის თავზე დიზაინ ინსტიტუტის ჭრილში და ვისაუბროთ მათ ვადებზეც, როგორც ვიცით, არის მოკლევადიანი, შედარებით მოკლევადიანი და უფრო შედარებით ხანგრძლივი კურსები. იცით რა, ჩვენ შევეცადეთ ისეთი კურსები შეგვექმნა, ხარისხობრივად რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ, თუმცა შესაძლებელია ადამიანს ჭირდებოდეს, როგორც მაგალითად მცირე ბიზნესის წარმომადგენელს ან სტარტაპის მფლობელს შეიძლება ჭირდებოდეს ბლიც კურსი ბრენდინგის ნაწილში, ეს არ ნიშნავს, რომ ის რაღაც პროფესიონალი გახდება ამ დარგში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესმოდეს როგორ ემუშაოს თუნდაც თავის საკუთარ ბრენდს და როგორც დამკვეთი იყოს უკეთესი. დაწყებული რაღაც 3 და 4 დღიანი ვორქშოპული მიდგომებით, როგორც არის ინოვაციების დიზაინი, ბრენდის სტრატეგია და საბაზისო რაღაც უნარები და გარდა ამისა, როგორც თქვენ ახსენეთ, ბევრი ერთდღიანი უფასო კურსი და მასტერკლასიც გვაქვს, მათ შორის უცხოელი ლექტორებისგან და ამით ძალიან ვამაყობთ. ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რომ 1 თვიდან 3 თვემდე კურსები აირჩიოს, ძირითადად ეს არის სამსახურის შემდგომ, ანუ იმ ადამიანებისთვის, ვინც არიან ან ფრილანსერები, ან რაღაც კონკრეტულ ორგანიზაციებში, მცირე თუ დიდ ორგანიზაციებში მუშაობენ და ჭირდებათ განვითარება და ჩვენ ვავნებით ადამიანებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა სფეროდან ხარ, ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლია შენი პირადი განვითარებისთვის აირჩიო კურსი, ან მაგალითად კონკრეტულ უნარს დაეუფლო და წაიღო. ანუ მაგალითად ძალიან პოპულარული არის კონტენტის მენეჯმენტის მიმართულებები, ძალიან პოპულარული არის ციფრული კომუნიკაციის ნაწილი, პოპულარულია დიზაინის და შემოქმედებითი უნარების და კრაფტის ნაწილი, რომელშიც მაგალითად ადამიანები რაღაცა სხვადასხვა მასალასთან მუშაობენ და ძალიან ხშირია რომ გვეუბნებიან რომ მე არასდროს არ მქონია შანსი რომ ეს მეკეთებინა, მე არასდროს არ მეგონა რომ შემეძლო რომ დამეწყო და რა თქმა უნდა ვცდილობთ რომ ბალანსი დავიცვათ და რაღაც არასწორი მოლოდინის არ შევქმნათ ადამიანს, იმიტომ რომ არის კურსები რომლებიც კონკრეტულ უნარს დაგასწავლის, როგორც ვიდეო წარმოება, მაგალითად ძალიან პოპულარული არის და აქ უკვე რაღაცა პროდიუსერობის საქმეზე მივდივართ და მაგალითად იგივე პროდუქტის დიზაინი ჩაუშვით ახლა რომელსაც ძალიან კარგი სილაბუსი აქვს და სუპერ პროფესიონალები ასწავლიან, მაგრამ ამავდროულად არის კურსები რომელიც უბრალოდ мотиваციას და ინსპირაციას გაძლევს და განვითარების შესაძლებლობას გაძლევს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავურიოთ, როდესაც ჩვენ საუბრობთ არაფორმალურ განათლებაზე, შესაძლებელია შენ გჭირდებოდეს ეს უნარი სამსახურისთვის, ან გჭირდებოდეს იმისთვის, რომ რაღაცა პირადი განვითარების გზაზე სწორი, მაგალითად, თუნდაც მომავალი პროფესია აირჩიო და ეს ძალიან გვეხმარება. ახალი კურსები კიდევ უფრო მეტად თამამია, იმიტომ რომ მივხვდით, რომ ადამიანებს მეტად ჭირდებათ. მაგალითად, ვიზუალური ენა არის კურსი, რომელიც განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, იმიტომ რომ ადრე ეს იყო უფრო დიზაინერებისთვის გათვლილი კურსი და ახლა მაგალითად ბევრმა მენეჯერმა გადაწყვეტა, რომ ჭირდება და ასევე თქვენც ახსენეთ კემპების ნაწილი, ბიზნეს კემპების ნაწილში ძალიან მოქნილები ვართ და ბიზნესებთან ვმუშაობთ, მათი ასე ვთქვათ ღირებულების გასაზრდელად და ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესებს და ასევე დიდ ბიზნესებსაც, რომ უკეთესი ორგანიზაციული დიზაინი და უკეთესი მიდგომები ქონდეთ თავის შემოქმედებით პროცესში და ძალიან ბევრი საინტერესო პროცესი გავიარეთ ამ 1 წლის განმავლობაში, რომელიც გულისხმობს აუდიტსაც და გულისხმობს თვითონ პროცესში გაყოლას და შემდგომ უკვე განვითარებას. თუმცა ყველაზე ალბათ მნიშვნელოვანი არის ის, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ რომ გახდნენ დიზაინერი, მიხედვით იმისა, რომ შეიძლება რაღაც მენეჯერული პოზიცია აქვს და ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ ორგანიზაციულ დიზაინზე, ვსაუბრობთ სტრატეგიულ დიზაინზე, დიზაინ thinking-ზე, პროდუქტის დიზაინზე და ასე შემდეგ. ანუ ბიზნესისთვის საჭირო ხელსაწყოებზე დიზაინის კი ბატონო, ნინო, რადგან 1 წლის გახდა თებერვალში დიზაინ ინსტიტუტი, მინდა შედეგები შევაფასოთ მოთხოვნის თვალსაზრისით, რამდენად გაამართლა ის მოლოდინები, რაც ჩანაფიქრში გქონდათ, გათვალისწინებით იმისაც, რომ საკმაოდ რთულ ვითარებაში მოგიწიათ და რთული იყო 2024 წელი, სხვადასხვა მოვლენებიდან გამომდინარე და ესეც ცხადია რაღაც გავლენას გარკვეულწილად მოახდენდა. როგორია ეს შედეგები და რა არის თავი სირთულეები, რაც გადავახეთ ამ პროცესში? პირველი რასაც ვიტყვი და გამეორდები არის, რომ ჩვენ არ
შეგვიძლია შევადაროთ უკეთეს დროს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სულ პერიოდში მოგვიწია. სულ კრიზისულ პერიოდში მოგვიწია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს კრიზისი ურტყავს ზუსტად შემოქმედებით სფეროს, მათ როგორც შემოსავლის ნაწილს, ისე თვითონ იმედს და მომავალს და იმას, რომ რაღაც განვითარებას აუცილებლად თან უნდა სდევდეს უნარების განვითარება, შესაბამისად მიბმული ვართ ამ პროცესზე. არ ვიცი უკეთეს და უფრო დაალაგებულ სამყაროში როგორი იქნებოდა ეს ყველაფერი, თუმცა ძალიან საინტერესო შედეგები გვაქვს, ძალიან დიდ მხარდაჭერას გრძნობთ ბიზნესის მხარეს და მათ დაინახეს ღირებულება, იმიტომ რომ ჩვენ თავიდანვე ვამბობთ, რომ დიზაინი ეს არ არის ვიზუალური ხელოვნება, ეს არის შესაძლებლობა ბიზნესისთვის, რომ გაზარდოს საკუთარი, ასე ვთქვათ, მზაობა ახალ სამყაროში ოპერირებისთვის. შესაბამისად, რაც შემიძლია ვთქვა ერთი წლის შედეგებზე არის, რომ ძალიან ბევრი საერთაშორისო კონტაქტი დავამყარეთ, ეს არის მართლა უნიკალური კონტაქტები, საუკეთესო უნივერსიტეტები და ინსტიტუტები ევროპაში დიზაინის თვალსაზრისით, ასევე გვაქვს პარტნიორობები ძალიან მაგარ ინსტიტუციებთან გერმანიაში, პოლონეთში, იტალიაში, როგორც ვახსენე, გვაქვს ძალიან საინტერესო პროექტები უკვე ჩვენს რეგიონში. ესეც ძალიან დიდ შესაძლებლობას გვაძლევს როგორც სტარტაპს და დამწყებ ორგანიზაციას, რომ რისკების მინიმიზაცია და დივერსიფიკაცია გავაკეთოთ და ასევე გვაქვს შესაძლებლობა, რომ უფრო ფართოდ გავშალოთ ის კურსები და შეთავაზებები, რომლებიც გვაქვს. რეალურად ჩვენ ვმუშაობთ სამი მიმართულებით, ეს არის განათლების მიმართულება, სადაც გვაქვს კურსები და სხვადასხვა ტიპის და ზომის პროგრამები. მეორე მიმართულება ეს არის ბიზნესის აუდიტი, დიზაინის თვალსაზრისით და ვეხმარებით ბიზნესებს ორგანიზაციული სტრუქტურის ცვლილებაში და სხვადასხვა ტიპის ტრანსფორმაციებში და მესამე მიმართულება ალბათ ესე მსხვილად რო გამოვყოთ, არის კოლაბორაციები, ეს არის ფესტივალებთან, ღონისძიებებთან კოლაბორაციები, რაც ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ ქართულ დიზაინ კომუნას მივცეთ ძალიან ბევრი რესურსი, საერთაშორისო და უფასო. მათ შორის უცნაურად აღმოჩნდა, რომ ბევრი დიზაინერი მოგმართავდა დასაქმების თვალსაზრისით და ჩვენი მხრიდან იყო ასევე დაინტერესება, რომ დაგვესაქმებინა ეს ადამიანები და დიდი კომპანიები გთხოვენ ხოლმე რეკომენდაციებს და ეს რაღაცა ხიდით შედგა. და ამითიც საკმაოდ ამაყები ვართ, იმიტომ რომ ერთის მხრივ ვეხმარებით დიზაინერებს, რომ თავის პორტფოლიო და ასე შემდეგ წარმოჩენის საშუალება მივცეთ და მეორეს მხრივ კომპანიები მოგმართავენ, რომ იპოვონ ხარისხიანი ასე ვთქვათ, მომავალი თანამშრომლები თავისთვის. ნინო, რა იქნება უკვე შემდგომ ერთ წელში? თქვენ რეგიონის ახსენეთ, მოთხოვნაც ახსენეთ, საერთაშორისო კავშირებით. უპირველესად მინდა გითხოთ, თუ იგეგმება, რომ ეს პროექტი გაცდეს თბილისის მიღმა, დარწმუნებული მოთხოვნა არის რეგიონებშიც და აუცილებლობაც რომ არსებობდეს მსგავსი ჩვენ ძალიან ვცდილობთ, რომ ვიყოთ ხელმისაწვდომი რეგიონისთვისაც, არის თუ ყველაფერი თქმა უნდა გაგრძელდა დონორებთან, ძალიან დიდი დაინტერესებაა დონორების მხრიდან, რომ ზუსტადაც რეგიონებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს სწავლება. ასევე ძალიან დიდი ინტერესი არის ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან და ცენტრალური აზიიდან, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე უფრო ვფიქრობთ საქართველოსდან ცოდნის და კონსულტაციების და სტრატეგიული ნაწილის, ასე ვთქვათ, ექსპორტზე, მაგრამ მომავალზე რომ ვისაუბროთ სამწლიან ჭრილში, ალბათ ერთ-ერთი მთავარი, რასაც გვინდა რომ მივახციოთ, ეს არის რომ გავიდეთ რაღაც მდგრად პოზიციებზე, გქონდეს შესაძლებლობა რომ თუნდაც ინსტიტუციონალიზაცია გავაკეთოთ იმ პროცესების, რომელიც გვაქვს მათ შორის სერტიფიკატების ნაწილში და აკრედიტაციის ნაწილში და ასევე ჩვენი გეგმა არის რომ თბილისს გავცდეთ და მაგალითად კამპუსის ნაწილზეც ვიფიქროთ იმისთვის, რომ თუნდაც უცხოელიან ქართველი სტუდენტებისთვის გქონდეს შესაძლებლობა, რომ ისწავლონ ჩვენთან ერთად. ჯერ საკმაოდ ესეთ მნიშვნელოვან მომენტში ვართ იმისთვის, რომ ზუსტადაც მომავალი განვითარების გეგმაზე ვმუშაობთ ახლა. თავიდან ეს ყველაფერი გამოიყურებოდა უფრო მეტად ალბათ რაღაცა კონცენტრირებულად საქართველოსთვის, თუმცა გრძელვადიან გეგმაში გქონდა რეგიონალური განვითარება, უფრო ადრე მოხდა ეს ყველაფერი. შესაბამისად ახლა უფრო მყარად და უფრო ესე ნათლად ვხედავთ, რაც შეიძლება რომ განვითარდეს და საკმაოდ საინტერესოა ის, რომ დაწყებული წიგნის მაღაზიით, რომელიც გვაქვს დამთავრებული ფანდრაიზინგით, რომელიც საკმაოდ წარმატებულად მუშაობს, ასევე მაგალითად ფესტივალების და კონფერენციების ორგანიზების ნაწილში საკმაოდ ესეთი საინტერესო პოზიცია გამოვლინდა და ხაბივით გავხდით იმ თუნდაც ინსტიტუციებისთვის, ვინც საქართველოში ჩამოდის და რესურსებს ცოდნა განავითაროს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ განვითარების გზა ძალიან დიდია. იმედი გვაქვს, რომ არაფერი არ შეგვიშლის ამ გზაზე და ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი თავისი კრეატიული და დიზაინ რესურსი გაიტანოს ქვეყნის გარეთ. ამის შესაძლებლობა უკვე არის და უკვე გვაქვს პროექტები, რომელზეც ვმუშაობთ. ეს არის სომხეთი, უზბეკეთი, სხვადასხვა ტიპის სხვა ქვეყნები, მათ შორის მოლდოვა, რუმინეთი და ასე შემდეგ და ვფიქრობ, რომ შეუძლებელია, რომ ამ ცოდნას გზა არ კონდეს და ზუსტად ამიტომაც ერთის მხრივ ვასწავლით მომავალ თაობას და იმ საუკეთესო სპეციალისტებს ვიყენებთ იმისთვის, რომ მომავალმა თაობამ სწორად დაიწყოს ამ მიმართულებით განვითარება და უკვე არსებულმა სპეციალისტებმა შეძლონ თავის პოტენციალის გამოყენება, იმიტომ რომ ძალიან კონცენტრირებულია ცოდნა.
მართლაც ასეა და მადლობა ძალიან დიდი დიდი მადლობა თქვენი თქვენ. სტუმრობისთვის, საინტერესო ამბებისთვის და მოკლედ არ გვეყოთ რომ მოვიკითხოთ საერთაშორისო ბაზრების ასე ვთქვათ გეგმები და ის პირველი ჩანასახი რაც უკვე ამიმართულებით არსებობს, ამიტომ შემდგომი შეხვედრისთვის ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ. მადლობა კიდევ ერთხელ და წარმატებები დიზაინ ინსტიტუტს. ნინო ეგაძე დიზაინ ინსტიტუტის დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი, ამით კი დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. მე ერთი კვირით გემშვიდობებით გადაცემა ეთერში ორ შაბათს უკვე ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად გიბრუნდებათ.